პროტესტი უნდა იყოს მუდმივი. და მე პირადად, როგორც ერთი მოქალაქე ვამბობ, რომ სანამ დაპატიმრებული ადამიანები არ განთავისუფლებიან, მარტოც რო დავრჩე ამ გამზირზე, აუცილებლად გამოვალ და გავაპროტესტებ. ისინი არიან უკანონო პატიმრები, დატყვევებული და ნაწამები ადამიანები და ნამდვილად არ შემიძლია რომ სახში თბილად ვიჯდე, როცა ისინი რეჟიმის მსხვერპლი არიან ამ დროს. აუცილებელი არის პროტესტის გაგრძელება, რაც ხედავთ რომ ყოველდღიურად არის და აუცილებლად მოუწევს ქართულ ოცნებას უკან დახევა. ისინი კი ამბობენ რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი ივანიშვილის გეგმის მიხედვით მიდის, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. მათ ერთადერთი რაღაც იმედი აქვს, ფიქრობენ რომ თუ როდესაც ახალი ადმინისტრაცია ამერიკაში დაიწყებს თავის პოლიტიკის განხორციელებას, იქნებ როგორღაც გავლენის სფეროები შეიცვალოს და საქართველოს მოხვდეს რუსეთის მხარეს. აი ამის იმედად არის დარჩენილი ქართული ოცნება. და იმის განცდა და განწყობა ისინი რასაც იქნიან, რომ თითქოს არაფერი არ ხდება და ჩვენი პროტესტი არაფერს არ ნიშნავს, ეს არის მცდარი.